მოგესალმებით, მე ვარ იანთაძე და თქვენ უყურებთ პოდკასტს ციტატა. პოდკასტის დღევანდელი ეპიზოდის ციტატა ასე ჟღერს: არაფერი ისე არ ამძიმებს ადამიანს, როგორც ერთგულება. ციტატის ავტორია მე-20 საუკუნის ინგლისელი მწერალი აგატა კრისტი. არ ვიცი ეთანხმებით თუ არა ამ ციტატაში ჩადებულ პარადოქსს, რომ ერთგულება უზენაესი ღირებულება კი არ არის, არამედ მძიმე ვალდებულებაა. პირველი რაც ამ ციტატაზე მახსენდება მწერალ ბესიკ ხარანაულის აზრია, რომ როცა ადამიანი აღარ არის, მხოლოდ მაშინ მტკიცდება მეგობრობა. ეს აზრი ადრე სხვა გადაცემაშიც გავიხსენე. ბატონი ბესიკი იმას გულისხმობდა, რომ ადამიანების ურთიერთობაში ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ისეთი, რაც მათ მეგობრობას საფრთხეს შეუქმნის. ბატონი ბესიკიც, როგორც ჩანს, აგატა კრისტის მსგავსად ფიქრობს, რომ ერთგულება მძიმე ტვირთია და შეიძლება ადამიანმა ეს ტვირთი ყოველთვის ღირსეულად ვერ ატაროს. სანამ თხრობას გავაგრძელებ, ტრადიციულად შეგახსენებთ ჩემ თხოვნას, რომ გამოიწეროთ ციტატა და შემომიერთდეთ აქ ამ პლატფორმაზე. წინასწარ გეტყვით, რომ ერთგულება ამძიმებს თუ არა ადამიანს, ამ კითხვის პასუხი არა მაქვს და ეს იგი ვერც იმას ვიტყვი გადაჭრით, რომ ამ ციტატას ვეთანხმები და ვერც იმას, რომ არ ვეთანხმები. ჯერ ჩვენი ოჯახის ამბავს გეტყვით. მამა ჩემი ბებოს ერთადერთი შვილი იყო. პატარა ბავშვი 3 თვის ჰყავდა, როდესაც სახსალამათი მეუღლე გაცივდა და ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. ამის შემდეგ ბებიაჩემი მამაჩემს არ მოშორებია და მეც რაც თავი მახსოვს ერთად ცხოვრობდით. ბებოს სულ თალხი ეცვა და არასდროს თავისი გარდაცვლილი მეუღლე არ უხსენებია, არასდროს, არც ერთხელ. ხანდაზმული გარდაიცვალა და სიკვდილის წინ დაგვიტოვა ამბავი, რომ სოფელში დამკრძალეთო. მაშინ ეს ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ გურიაში, სოფელში ისედაც იშვიათად დავდიოდით და ძალიან კარგად იცოდა, რომ იქ მის საფლავს ვერ მოუვლიდით და თან ყველანი აქ ვიყავით თბილისში. მაგრამ როგორც ჩანს, მისთვის აბას ჭირობა არ ქონდა, იმიტომ რომ თავარი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ მაინც სამარაჯამოდ თავისი ქმრის გვერდით ყოფილიყო დაკრძალული და სინამდვილეში იმაზე აღარ ფიქრობდა, ჩვენ ახლოს ვიქნებოდით მასთან თუ შორს ვიქნებოდით. ძიმე ტვირთი იყო მისთვის თავისი ქმრის ერთგულება, თუ ეს ტვირთი მთელი სიცოცხლის განმავლობაში მსუბუქად ატარა? არ ვიცი, ჩემთვის უპასუხო კითხვაა. ეხლა მინდა უპირობო ერთგულების ის მაგალითი შეგახსენოთ, რომელზეც დღემდე კამათობენ დადებითი მოვლენაა თუ უარყოფითი. ლეოქიაჩელმა 1933 წელს გამოაქვეყნა ვრცელი თხზულება ჰაკი აცბა. ეხლა წარმოვიდგინოთ, როგორი დროა 1933 წელი, როგორი ცენზურაა და როგორ შეიძლებოდა, რომ გამოქვეყნებულიყო ისეთი ნაწარმოები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად იტყოდა, რომ აი ტრადიციის მიმართ ერთგულება ეს არის ძალიან ღირსეული საქციელი. ხო და ცხადია, რომ ეს თხზულებაც ისე დაიწერა, რომ დღემდე მას ორგვარად კითხულობენ. ამბავი კი ასეთია, 1918 წელს სოხუმის პორტში შემოვიდა რუსი ბოლშევიკების საბრძოლო გემი. რეალურად ეს იყო ძალიან პოლიტიკურად არეული პერიოდი სოხუმისთვის და ნაწარმოებში ქალაქის ხელისუფლება და წარჩინებულები ერთხმად თաղდებიან, რომ ამ გემს პატივით დახვდნენ, მართლაც ასე იქცევიან, მაგრამ გემიდან ქალაქში გადმოსული მეზღვაური დაინახავს, თვალს მოკრავს თეთრგვარდიელ ოფიცერს და მას შეურაცხყოფას მიაყენებს და ეს ოფიცერიც ადგება და მოკლავს ამ რუს მეზღვაურს და თვითონ მიიმალება. და ეს ოფიცერი არის აფხაზი თავადი უჯუშ ემხა. გემის ბოცმანი, ანუ გემის მეთაური არის კუზმა მრისხანედ წოდებული ადამიანი, რომელიც მართლა თავს არ სცემს ყველას და მათ შორის სოხუმელებს და ის წარუდგენს ქალაქს ულტიმატუმს, რომ 1 საათშიო მომიყვანეთ აქ მკვლელი, თორემ ქალაქს ავაოხრებო. და ეს ქალაქის დიდებულები და ქალაქის თავი და წარჩინებულები დაირაზმებიან იმისთვის, რომ იპოვონ ახლა ეს უჯუშე, რა თქმა უნდა მიხვდებიან, რომ ის არის მკვლელი და თავის მხრივ ეს ბოცმანი ძალიან პატივსაცემ ადამიანს მძევლად აიყვანს და ეს ქალაქის თავი და ეს ხალხი კიდევ უჯუშებას ოჯახს აიყვანს მძევლად და როგორც კი უჯუში ამას გაიგებს,
იმ წამს გადაწყვეტს და რომ ჩაბარდეს და ამბობს, რომ დაფიქრებაც კი ჩემს ღირსებას შელახავდაო. და იმ მზად არის იგი, რომ გამოცხადდეს გემზე. და მასთან ერთად არის ჰაკი აძბა, რომელიც არის მისი ძიძიშვილი, რომელიც არასდროს უჯუშს მარტო არტოვებს საფრთხის პირისპირ ან მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. და აი ეს არის ამ ნაწარმოების მთავარი ხაზიც და ამ ხაზით ეხმიანება სწორედ აგატა კრისტის ციტატას დღევანდელი ამბავი, რომ თავადი და მისი ძიძიშვილი უჯუში და ჰაკი ერთად ხვდებიან გემზე, აი იქ გამოიცდება ასე ვთქვათ მათი ღირსებაც, მათი ერთგულებაც და ჰაკის თავდადება უჯუშისთვის. თავიდან ჰაკი ყველანაირად ცდილობს, რომ ყველა დაარწმუნოს, რომ თვითონ არის მკვლელი, რომ უჯუშს ააცილოს ეს სასიკვდილო განაჩენი. მაგრამ რა თქმა უნდა, მისი მცდელობა ფუჭი არის. ჯერ ერთი და უჯუში დაინახეს სხვებმაც და იციან რომ მკვლელის არის ამ რუსმა მეზღვაურებმა და თან თვითონ უჯუშიც არავითარ შემთხვევაში არ დახვდება იმას, რომ ჰაკი აძბა მეზღვაურება თავის თავზე აიღოს და ამბობს, რომ მე ვარ მკვლელი და მე დამსაჯეთო და აი ეს ადამიანი, ეს ბოცმანი, რომელიც მათ გემზე ხვდება, ვერაფრით ვერ იგებს ამ ორი ადამიანის ურთიერთობის შინაარსს და როგორც კი დარწმუნდება, რომ აი ეს გლეხი ნამდვილად ერთგულია ამ თავადის, გადაწყვეტს, რომ ბოლშევიკურად უმკურნალოს ამ გლეხს და დაარწმუნოს ის, რომ თავი არ გაწიროს არავისთვის და რომ ის მათიანია და მათი ერთგული უნდა იყოს და ასე შემდეგ და ჰაკი აძბა ყველაფერზე თანახმა არის, ყველაფერში ეთანხმება ამ ადამიანს, ოღონდ კი როგორმე დაიცვას უჯუშის სიცოცხლე. მაგრამ როდესაც მის ძიძიშვილს, აი მის უჯუშს მაინც კლავენ, გააფთრებული ჰაკი დაუსხლტება ამ რუს მეზღვაურებს და თვითონაც ზღვაში გადახტება და თავს იკლავს. და აქამდე ხო ყველაფერი გასაგებია. ამის შემდეგ ლეო ქიაჩელი წერს ერთ ფრაზას, რომელსაც აი ეს კუზმა მრისხანე, ეს ბოცმანი ამბობს, სულ ერთია ეს მონა ადამიანად მაინც არ გამოდგებოდაო. და აი ეს ფრაზა, რომელიც შეგვიძლია რომ დრამატურგიის ნაწილადაც მივიჩნიოთ და ცენზურისთვის გადახდილ ხარკადაც, დღემდე ტვინს ურევს ადამიანებს და კითხვებს ბადებს მათ თავში, რომ ჰაკი აძბა უაღრესად ღირსეული ადამიანია, რომელიც საუკუნოვან ტრადიციას იცავს და რომლისთვისაც ძიძიშვილის მიმართ ერთგულება არის მისი ცხოვრების აზრი, თუ ჰაკი აძბა არის პრიმიტიული გონების დაპროგრამებული გონების ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ჩთააგონებს, რომ მისი პატრონისთვის თავი უნდა გაწიროს. ტვირთია ერთგულება ჰაკი აძბასთვის სინამდვილეში, თუ მისი ბედნიერებაა. ვინც ჰაკი აძბას დღეს ყურადღებით წაიკითხავს, ცხადია, რომ მისი გმირების უჯუშის და ჰაკის ურთიერთობაში მხოლოდ იმას დაინახავს, რაც 1933 წელს პირდაპირ ვერ დაიწერებოდა. ტრადიციით ნაშენებ ღირსებას. აი ეს არის, რასაც ადამიანი ხედავს, როცა ამ ნაწარმოებს კითხულობს. და რატო ერთიც არ უნდა იყოს ეს ღირსება, გმირებს მისი სიმძიმე მხრებში არ ხრის და ვერ ხრის. ახლა იმას გეტყვით, რომ ჰაკი აძბაში მოყოლილი ამბავი სინამდვილეშიც მოხდა სოხუმში იმ პერიოდში და რეალურ ცხოვრებაში რომ აი ესეთი ამბები ხდებოდა, იმიტომ იყო ძიძიშვილობიდან მომდინარე აი ეს სიუჟეტები ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ლიტერატურისთვის. არ ვიცი თქვენც უკვე გაგახსენდათ თუ არა, მაგრამ მე ნამდვილად გამახსენდა აკაკი წერეთლის ცნობილი პოემა გამზრდელი. და აბა იქ არის ერთგულება ტვირთი თუ არის. თავადი საფარბეგი, ამბავი ასეთი არის, სტუმრად მიდის მის ძიძიშვილთან გლეხ ბათუსთან. მანამდე ბათუს შესახებ ნათქვამია ასეთი რამ. ერთი ვინმე ახალგაზრდა აფხაზია, ამ მთის შვილი, რთულ ცხოვრების უარმყოფი,
მცირედითაც კმაყოფილი. ოღონდ ეს უბრალო ადამიანი თავის საყვარელ ცოლთან ერთად, ნაზიბოლოსთან ერთად ცხოვრობს თის მწვერვალზე ცის მახლობლად. და მხატვრულ ტექსტში, როდესაც ვინმე იმყოფება მთის მწვერვალზე და ცის მახლობლად, ეს ნიშნავს, რომ ის ძალიან ახლოს არის ღმერთთან და მისი ღირებულებების სისტემა არის აბსოლუტურად გამართული და ის ფლობს იმ სიბრძნეს, რაც საჭიროა იმ ადამიანისთვის, რომელიც მთის მწვერვალზე ცხოვრობს ან იმყოფება. და შემდეგ კი ის მოხდება, რომ ჩვენ მართლაც დავინახავთ, რომ ამ უბრალო ადამიანში არის დიდი შუქი და დიდი სინათლე, ბათუს გულისხმობ, რა თქმა უნდა. კერძოდ ამბავი ესე ვითარდება, რომ ბათუ გადაწყვეტს, რომ თავის თავზე აიღოს ის რთული დავალება, რის შესასრულებლადაც საფარბეგი, მისი ძიძიშვილი გამოსული არის სახლიდან, ტოვებს მას თავის სახლში და თვითონ მიდის დავალების შესასრულებლად და ისე მოხდება, რომ ღამე, ესე იგი, საფარბეგი იძალადებს ბათუს საყვარელ ცოლზე, ნაზიბროლაზე. თურმე ესეთი ძიძიშვილობაც არსებობს ღალატით გამწარებული. მაგრამ როგორ გრძელდება ამბავი? საფარბეგი მზად არის მეორე დღეს, რომ პასუხი აგოს თავის ამ შეცოდებაზე და ბათუს ტყვით მოკვდეს. მაგრამ აი რა არის ბათუს პასუხი? არა, შენ ვერ შეგეხება სასიკვდილოდ, ჩემი ტყვია. დედაჩემის გაზრდილი ხარ, მისი ძუძუ გიწოვია. რაც ქვეყანას მიაჩნია რჯულზე უფრო უმტკიცესად, რომ გატეხე, ის გეყოფა სიკვდილამდე შენს საკონესად. რა არის ეს სიტყვები? რა დევს ამ სიტყვებში? ეს არის მთის მწვერზე მყოფი ადამიანის სიბრძნე, რომელსაც არ უნდა, რომ მკვლელობის ტვირთი აიკიდოს მთელი ცხოვრების განმავლობაში? თუ ეს მისი განსაკუთრებული ღირსებაა, თუ ტრადიციის მიმართ თავდადება, არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი არის ერთად, მაგრამ ერთგულების მაგალითი ამ პოემაში აქ არ მთავრდება. ბათუ საბარბეკს ეუბნება, რომ წავიდეს ყაბარდოში, მოინახულოს ჰაჯი იუსუპი, მისი აღზრდელი, ფაქტობრივად ლეგენდარული ბრძენი ადამიანი და თავის პირით უამბოს, რა სირცხვილიც დაემართა. და მართლაც საფარბეგი ამას აკეთებს, მიდის ჰაჯი იუსუპთან და როდესაც ჰაჯი იუსუპს უამბობს ყველაფერს, რაც მოხდა, ისევ მზად არის, რომ ჰაჯი იუსუპის ტყვით მიიღოს ის სასჯელი, რომელიც მას სამართლიანად ეკუთვნის. მაგრამ ჰაჯი იუსუპიც გვახსოვს ალბათ პოემა როგორ მთავრდება, რჩება თავისი ღირსების, თავისი ცხოვრების, თავისი ღირებულებების ერთგული და თვითონ იკლავს თავს და სიკვდილის წინ ასეთ სიტყვებს ეუბნება საფარბეგს თავის აღზრდილს. შენ სიკვდილის რა ღირსი ხარ, სასიკვდილო მე ვარ მხოლოდ, რომ კაცად ვერ გამიზრდიხარ. ახლა აგატა კრისტის ციტატასთან დავბრუნდეთ. მეორე ადამიანის საკუთარი თავის, ღირებულებების, სამშობლოს ერთგულება ადამიანს ფაქტობრივად არჩევანის უფლებას ართმევს. მაგრამ ეს არის ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება, რომ ადამიანმა თავის მიმართ თუ თავის სამშობლოს მიმართ თუ სხვა ადამიანების მიმართ ეს ვალდებულება თვითონ იტვირთოს. და აგერ საფარბეგმა ეს ტვირთი ვერ ზიდა და სამუდამო სირცხვილი აირჩია. აი ეს იყო მისი არჩევანი. ამძიმებს თუ არა ძიძიშვილობის ტრადიციის ერთგულება ბათუს? რა თქმა უნდა ამძიმებს, მაგრამ სხვა არჩევანი მას არ გააჩნია. ამძიმებს თუ არა ძიძიშვილობის ტრადიციის ერთგულება ჰაკი აძბას? არ ჩანს არ საიდან რომ ამძიმებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სხვა არჩევანი არც მას არ გააჩნია. ამძიმებდა თუ არა ჩემს ბებოს ერთგულება თავისი ადრე გარდაცვლილი მეუღლის მიმართ ფაქტობრივად მთელი ცხოვრების განმავლობაში და იყო თუ არა ეს მისი ტვირთი? არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სხვა არჩევანი მან საკუთარ თავს არ დაუტოვა. აქამდე ნებაყოფლობით ერთგულებაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ ნაძალადები ერთგულებაც არსებობს, როცა მაგალითად ძალაუფლების მქონე ადამიანი მის მიმართ ერთგულებას გიცვლის კეთილდღეობაში. ანუ გეუბნება, შენ იყავი ჩემი ერთგული და სამაგიეროდ მიიღებ საშუალებას, რომ კეთილდღეობით იცხოვრო.
და ასეთი ურთიერთობის მთელი სიმძიმე და უბედურება ის არის, რომ მე შენ რაც არ უნდა ჩაიდინო, ყოველთვის ისწყვეტს. კმაყოფილია თუ არა შენი ერთგულებით. ნამდვილად ხარ თუ არა მისი ერთგული, უღალატე თუ არ უღალატე, ოქროს ზოდები შეგაგროვებინოს თუ ციხეში გამოგკეტოს. არჩევანი ისევ არ გაქვს. ოღონდ ამჯერად ამ არჩევანს სხვა აკეთებს შენს ნაცვლად და შენი ნებაყოფლობითი არჩევანი აქ არ არსებობს, არაფერ შუაში არ არის. აი მივედით მე მგონი აგატა კრისტის ციტატის მთავარ არსთან. ერთგულება ოქროს ზოდებში არ იცვლება. ერთადერთი რამ, რაშიც შეიძლება ერთგულება გაიცვალოს, არის სიცოცხლე. და ამიტომაც ახლავს ერთგულებას ეს თავგანწირვის სიმძიმე, მაგრამ ეს სიმძიმე ზოგს ნამდვილად ამძიმებს, ზოგს უჭირს ამ ტვირთის სიტყვა, ზოგს კი სულაც არა. დღეს ამით ვასრულებ ციტატის კომენტარს და ძალიან გამიხარდება თუ მომწევთ თქვენი გამოცდილება როგორი არის ერთგულების ტვირთთან დაკავშირებით. მართლა საინტერესო არის თითოეული ადამიანი როგორ ახსნის ამ ციტატას, ამ პარადოქსს, რაც აგატა კრისტის ციტატაში დევს და როგორ ახსნის პირველ რიგში საკუთარი გამოცდილების ფონზე. მე კი შემდეგ პარასკევამდე გემშვიდობებით, გიტოვებთ ისევ თხოვნას, გამოიწეროთ ციტატა და რა თქმა უნდა, ყველას დიდი მადლობა, ვინც ჩემთან ერთად ხართ.